მოდი რადგან გახარიას კომისიაზე მისვლაც ახსენეთ, კიდევ ერთხელ განვმარტოთ საზოგადოებას თუ რატომ გადადგა ბატონმა გახარიამ ეს ნაბიჯი. ახლა ეს ჩვენ თავის დროზეც ვამბობდით და კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, რომ ეს არანაირად არ იყო დაკავშირებული. ზოგი ცდილობს ასე შეფუთოს არც ამ კომისიის ლეგიტიმაციასთან, მით უფრო არც პარლამენტის ლეგიტიმაციასთან, მაშინ იყო სრულიად სხვა მოცემულობა. ჩვენ საუბრობდით და დღესაც საუბრობთ, რომ ამ კომისიის საშუალებით ოცნების არალეგიტიმური რეჟიმი აწარმოებს პირდაპირ ჰიბრიდულ ომს საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ და იმ დეზინფორმაციით და სტრესით ცდილობს, ასე ვთქვათ, გავიდეს ფონს, გადაფაროს თავისი დანაშაულები და რა თქმა უნდა, ეს კომისია არის ნახევრად სიმართლის კომისია, რადგან დღემდე ვერ გაბედა წულუკიანმა დაებარებინა ოცნების მიერ შეფარებული და აღზევებული და დაწინაურებული ის მაღალჩინოსნები, რომლებიც ნაციონალური მოძრაობის დროს იმ რეჟიმის დროს დანაშაულებს ჩადიოდნენ. ამიტომ კიდევ ვიმეორებ, ჩვენ მაშინაც ვამბობდით, კომისიაზე მისვლის საკითხიც იყო ინდივიდუალური საკითხი. ეს კონკრეტულად იყო მისაღები ინდივიდუალურად თითოეული პოლიტიკოსის მიერ და მაშინაც ჩვენს გუნდშიც იყო გაყოფილი მოსაზრებები, ნაწილი ემხრობოდა ბატონი გახარიას მისვლას, ნაწილი წინააღმდეგი იყო, მაგრამ მას შემდეგ რაც მივიდა და მაცავე მოედანზე, აი პირდაპირ პირში უთხრა სათქმელი და იმ დეზინფორმაციისგან დაიცვა საქართველოს მოქალაქეები, ჩემი აზრით გაცილებით მაღალი ამოცანა და მაღალი მისია შეასრულა, ვიდრე ამ კომისიაზე მიუწვდელობით შეასრულებდა. რაც შეეხება სხვა პოლიტიკოსებს, კიდევ ვიმეორებ, ეს არის მათი ინდივიდუალური გადაწყვეტილება, როდესაც ისინი არ მედიოდნენ ამ კომისიაზე, დიდი ალბათობით მათ ჰქონდათ ინფორმაცია, რომ ამას მოყვებოდა შემდეგ უკვე ამ საქმის გადაცემა პროკურატურისთვის, მოუწევდათ იგივე გირაოს გადახდა, შესაძლებელია სასამართლო და ასე შემდეგ და როგორც ჩანს, მათ ეს გზა არჩიეს. ხო, მე ნამდვილად არ მინდა არც ერთი პოლიტიკოსის ხილვა მით უფრო ოპოზიციონერის დღეს საპატიმროში და დარწმუნებული ვარ თითოეულ მათგანს მით უფრო ზურა ჯაფარიძეს გაცილებით მეტი რამის გაკეთება შეუძლიათ ამ ქვეყნისთვის თავისუფლებაზე. რა თქმა უნდა და ყველანაირად დავგმობთ ჩვენ ამას და თავიდანვე ვამბობდით და დღესაც გამინდა გავიმეორო, რომ ეს კომისია რა თქმა უნდა ნაცვლად იმისა რომ იყოს სიმართლის დამდგენი კომისია, ეს არის როგორც ერთის ხუთი ნახევრად სიმართლის კომისია, ასევე არის პოლიტიკურ ოპონენტებზე ანგარიშსწორების კომისია და ბუნებრივია ამის მხოლოდ წინააღმდეგი ვიქნებით, მხოლოდ დავგმობთ, მაგრამ რაც შეეხება გადაწყვეტილებას მათ გადაიხადონ გირაო თუ არ გადაიხადონ, ბუნებრივია ეს მათი მისაღები გადაწყვეტილებაა. ჩვენ საქართველოს უახლეს ისტორიაში ვიცით ბევრი ასე ვთქვათ მომენტი, როდესაც პოლიტიკოსები, პოლიტიკური ლიდერები საპატიმროდანაც ასე ვთქვათ პროტესტს აგრძელებდნენ, ასე ვთქვათ და მათი ჟესტი საპატიმროში ყოფნის ესეც პროტესტის გარკვეული პოლიტიკური ფორმა იყო და სავარაუდოდ რომელიმე პოლიტიკოსები დღესაც სავარაუდოდ იგივეს ფიქრობენ და ჩვენ ვნახავთ რომ ნაწილი მიიღებს გირაოს გადახდის გადაწყვეტილებას და ნაწილი არჩევს აი ამ ტიპით დაუპირისპირდეს ამ მეთოდით დაუპირისპირდეს ოცნების რეჟიმს. ზურაბ ჯაფარიძეზე იყო და არა გიორგი გახარიაზე, თუმცა რადგან მაინც კიდევ ერთხელ განმარტეთ რატომ მივიდა და მიიღო გიორგი გახარიამ საგამოძიებო კომისიის ხდომაზე მისვლის გადაწყვეტილება, კიდევ ერთ კითხვას დაგისვავთ უშუალოდ გიორგი გახარიას კონტექსტში, ვიდრე ისევ ჯაფარიძეზე გავაგრძელებთ საუბარს, აი თვითონ ჯაფარიძის შეფასება, რომ ის რაც პარლამენტში საგამოძიებო კომისიის მუშაობის სახით ხდება და მიმდინარეობს, არის ფარსი და მისივე პრინციპული პოზიცია, რომ ამ ფარსში მონაწილეობა არ მიიღოს, ისმის შეფასებები, რომ აი ის ოპოზიციონერები, ვინც საგამოძიებო კომისიის ხდომაზე მიდიან, თან ხვდებიან იმას, რომ ითამაშონ ქართული ოცნების თამაშის წესებით. აი, რას ეტყოდით მათ, ვინც ფიქრობს, რომ გახარიამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში სწორედ ქართული ოცნების თამაშის წესებით ითამაშა. მე სრულიად საპირისპიროს ფიქრობ ლელა. ამიტომ ვახსენებ ეს ჰიბრიდული ომი, ამიტომ ვახსენებ დეზინფორმაცია დღეს ოცნება დგას რამდენიმე ინსტრუმენტზე. ეს არის მათ შორის ძალადობა და რა თქმა უნდა ეს არის დეზინფორმაცია. ეს ოცნება სხვა არაფერია თუ არა დეზინფორმაციის გავრცელების ინსტრუმენტი. და როდესაც შენ ამ მოედანზე თავიდან ბოლომდე ტოვებ ოცნების არალეგიტიმურ რეჟიმს, უბრალოდ ჩვენს ამორჩეველს, ოცნების მათ შორის ამორჩეველზე საქართველოს მოქალაქეებს პირისპირ ტოვებ ოცნების არალეგიტიმურ რეჟიმთან, რომელთა ხელში არის ამხელა ბერკეტები, მათ შორის ინფორმაციული ბერკეტები, რომ იძალადონ ჩვენს მოქალაქეებზე და მხოლოდ ტყუილებით გამოყვებონ ჩვენი მოსახლეობა. ნუ ბუნებრივია აქ ამოცანა დგას შემდეგი, რა ჯობს დატოვო ჩვენი მოქალაქეები მათთან პირისპირ მარტო თუ მიხვიდე და სიმართლის დადგენაში შენი წვლილი შეიტანო და პირდაპირ უთხრა რაც არის მართალი. ამიტომ ჩვენ როდესაც ვაანალიზებთ მათ შორის გახარიას მისვლის შემდეგ უკვე თუ რა რეაქციები მოყვა მის მისვლას, იქ გაჟღერებული ინფორმაციას, იმ გადაწყვეტილებას და იმ ნაბიჯს, რომ პირდაპირ პირში უთხრა სათქმელი, ნუ დღეს უკვე გინდება, რომ გაცილებით მეტი ადამიანი ეთანხმება იმ მოსაზრებას, რომ იქ მისვლა იყო საჭირო. ამიტომ კიდევ ვიმეორებ, ეს არის
არის ინდივიდუალური გადაწყვეტილება. არანაირი კავშირი არც ლეგიტიმაციასთან, არც იმასთან, ახლა მით უფრო გირაუს დონეზე და ახლა პატიმრობის თავიდანაც აცილების დონეზე ვერ ჩამოვიყვანთ ჩვენ ამ საკითხს. კიდევ ვიმეორებ, ჩვენი მოსაზრება არის ესეთი, რომ გაცილებით მნიშვნელოვანია სიმართლის დადგენაში მივიღოთ მონაწილეობა. ამას გაცილებით მეტი გამბედაობა ჭირდება, მე თუ მკითხავთ, ვიდრე გირაუს გადახდა არ გადახდას და მათ შორის ერთლიან პატიმრობაზე დათანხმებას. ამიტომ ეს არის ჩვენი გზა და ჩვენ ამ გზით გავაგზავნებთ. რაც შეეხება იმ გზას, რომელიც სხვა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა, ასე ვთქვათ, აირჩიეს და იმ მოცემულობას, რომელიც შექმნილია სწორედ იმის გამო, რომ რიგმა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა არ ითანამშრომლა საგამოძიებო კომისიასთან. არიან პოლიტიკოსები, რომლებიც საგამოძიებო კომისიასთან თანამშრომლობაზე უარს ამბობენ, მაგრამ შემდეგ სასამართლოს მიერ, ასე ვთქვათ, დაკისრებულ გირაუს იხდიან, ასეთები არიან მაგალითად ხაზარაძე მამუკა, ბადრი ჯაფარიძე, გივი თარგამაძე და გუშინ უკვე გიორგი ვაშაძემაც გააკეთა განცხადება, რომ გირაუს გადაიხდის. აი, მათ გადაწყვეტილებას რა ახსნა შეიძლება მოეძებნოს, იმიტომ რომ ისმის მართლაც ძალიან ლეგიტიმური კითხვა, სად არის პოლიტიკოსის თანმიმდევრულობა. აი, თუ საგამოძიებო კომისიასთან არ თანამშრომლობ, გირაუს გადახდა არის თუ არა ერთგვარად ხელისუფლებასთან თანამშრომლობა. მოიცით რა არის ჩვენ ახლა თქმა უნდა ასე თუ გავყვებით რა თქმა უნდა გირაოს გადახდაც შეიძლება ჩაითვალოს ხელისუფლებასთან თანამშრომლობა. სწორედ ამიტომ იყო ჩვენი პოზიცია, კიდევ მიუხედავად იმისა, რომ მოსაზრებები იყო გაყოფილი, რომ ამ კომისიაზე მისვლა თანამშრომლობასთან არანაირ კავშირში არ იყო და არ არის. ეს კომისია თავად ოცნებამ შექმნა ეს საინფორმაციო ბერკეტი, როგორც გითხარით, მოსახლეობაზე ზეწოლის და ეს არის ტრიბუნა. და ტრიბუნა ამ შემთხვევაში პირდაპირ ვთქვათ, ტრის ტრიბუნა, ტრის მოედანია და შენ თუ ხარ პოლიტიკური ლიდერი, უნდა გეყოს იმის გამბედაობა, რომ ტრის მოედანზეც შეასრულო შესასრულებელი როლი, იქ მიხვიდე, გაბედო და პირდაპირ უთხრა სიმართლე. და ნუ ბუნებრივია, გასაგები არის ლოგიკა თქვენ ნათქვამშიც, რომ ერთის მხრივ არ თანამშრომლობ, ასე ვთქვათ, ბჭყალებში კომისიასთან, მაგრამ მეორეს მხრივ ექვემდებარები ყველა იმ საკანონმდებლო და სამართლებრივ პროცესს, რაც შემდეგ ამაშენდა მოყვეს. პირდაპირ გითხავთ, თქვენც ფიქრობთ, რომ ეს პოლიტიკოსები, ვინც თქვათ საგამოძიებო კომისიაზე არ მივიდა, მაგრამ შემდეგ გირაო გადაიხა და არიან არათანმიმდევრულები. ვიცით, ჩვენ ზოგადად ხშირად გვისაუბრია თანმიმდევრულობაზე და გვითქვამს, რომ ჩვენი გუნდისთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი და ღირებულება სწორედ თანმიმდევრულობა გახლავთ. ახლა ნამდვილად არ მინდა სხვა პოლიტიკოსების შეფასებაში შევიდე და ზოგადად ეს არ არის ჩვენი შესაძლებელი საკითხი. ასე ვფიქრობ, იმიტომ რომ ეს არის მათი ინდივიდუალური გადაწყვეტილება და ჩვენ ვხედავთ, როგორ არიან ისინი თანმიმდევრულები ხშირ შემთხვევაში, როგორ არ არიან თანმიმდევრულები და ამას ჩვენი მოქალაქეები ხედავენ და ნუ საბოლოო ჯამში ყველა თავის გადაწყვეტილებას მიიღებს. კიდევ ვიმეორებ, ასე რომ ნახოთ, დავალოდოთ მოვლენას, თავარი არის ის, რომ ჩვენ შევძლოთ იმ ორი მთავარი ამოცანის გარშემო, რაც არის ხელახალი არჩევნების დანიშვნა და უკანონო პატიმრების გათავისუფლება. აქ შევძლოთ ერთგვარი კოორდინაცია ერთმანეთში. დანარჩენი ეს არის პოლიტიკური სტრატეგიის, ტაქტიკის ყველა თავისებურად ხედავს, როგორ უნდა იბრძოლოს საკუთარი მიზნებისთვის. ნუ ბუნებრივია, აქ ჩვენ ვერ გამოვდგებით მათი გადაწყვეტილების შემფასებლად პირდაპირ რომ გითხრათ. თუმცა პატივს ვცემთ მათ გადაწყვეტილებას და ნუ იმედი გვაქვს, რომ საბოლოო ჯამში შედეგი დადგება. საბოლოო ჯამში ირაკლი ოქროშვილი უკვე დაპატიმრებულია. დღეს შესაძლოა ზურაბ ჯაფარიძე აღმოჩნდეს კისოსებს მიღმა, მაისის ბოლოს ნიკა მელიას რიგია, შემდეგ მოდის ნიკა გვარამია. ესთამა რომ შევაჯამოთ და ასე ვთქვათ რეზიუმე გავაკეთოთ. აი თუ კი ოპოზიციონერი პოლიტიკოსების დაკავების სერიებს ნახავთ, რომელი პოლიტიკური მხარე მოიგებს მოვლენების ასეთი განვითარებით. პოლიტიკოსების ციხეში გაშვების გზა აძლიერებს ქართულ ოცნებას, ოპოზიციურ სპექტრს თუ არც არავის. ნუ ეს როგორ არის, რა თქმა უნდა, ახლა ისედაც ყველამ კარგად იცის, რომ ოცნებამ არათუ მიდის ფაქტობრივად უკვე შექმნა ავტოკრატიული რეჟიმი ამ ქვეყანაში და ნუ პოლიტიკური ლიდერების საპატიმროში ყოფნა ესეც ავტოკრატიული რეჟიმისთვის დამახასიათებელი კომპონენტია და თუ ჩვენ თანხმდებით იმაზე, რომ ჩვენ საქართველოს მოქალაქეებმა, პოლიტიკურმა პარტიებმა და საზოგადოებამ არ უნდა დაუშვათ ამ ქვეყანაში ავტოკრატიული რეჟიმი, ნუ მაშინ ისიც უნდა გვესმოდეს, რომ ეს ვერ გააძლიერებს ოცნებას და არ უნდა გააძლიეროს ოცნება. პირიქით, მათმა ამ ნაბიჯებმა კიდევ ერთხელ უნდა აჩვენოს და შეახსენოს ყველას, რომ ნამდვილად ოცნება მიდის ავტოკრატიული რეჟიმისკენ და ადამიანები, პოლიტიკოსები, რომ თუ მათ არ აქვთ უნარი პოლიტიკოსებთან, ასე ვთქვათ, პოლიტიკურ დისკუსიებში შესulis და კამათის და ცივილური დაპირისპირების ერთადერთი გზა რჩებათ, რომ ასეთი მეთოდებით, უსამართლო მეთოდებით, იმიტაცებული ძალაუფლებით, რაც დღეს არის მათ ხელში,
იძალადონ როგორც მოქალაქეებზე, ასევე პოლიტიკოსებზე და საბოლოო ჯამში არ მგონია ეს ოცნებისთვის შეიძლება მოკლე ვადაში მათ იფიქრონ რომ ეს მათთვის რაღაცა სარგებლის მომდანია, მაგრამ საბოლოო ჯამში დარწმუნებული ვარ რომ ეს მხოლოდ დაასუსტებს ოცნების რეჟიმს. კი ბატონო, სხვა აქტუალურ საკითხებზეც გადავიდეთ და ცოტა შორს გვიწევს წასვლა, მაგრამ მოდით გადავიდეთ ახლა ამერიკაში. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ იცით რომ გააკეთა პირველი განცხადება ქართული ოცნების ხელისუფლებაზე და შესაბამისად ეს თემა მოექცა ყურადღების ცენტრში. მარკო რუბიოს წარმომადგენელთა პალატაში მოსმენაზე ჯო უილსონმა დაუსვა კითხვა ქართული ოცნების ხელისუფლებაზე, რაზეც სახელმწიფო მდივნის პასუხი იყო ასეთი: საკუთარ თავს ვკითხავ, ჩვენი ინტერესია რომ სოფლიოს მნიშვნელოვან წერტილში ანტიამერიკული მთავრობა მართველობდეს თუ არა. თუ არა, შესაბამის ქმედებებს განვახორციელებთ, რათა ამ მთავრობას ფასის გადახდა მოუწიოს. აი რა სიტყვით, ხა მაგალითად მაკაბოჭორიშვილი ფიქრობს, რომ რუბიოს განცხადებით მხოლოდ დასკვნის გაკეთება შეიძლება, რომ საქართველოსთან მიმართებაში ამერიკის ახალი ადმინისტრაციის პოზიცია ჯერჯერობით არ არის ჩამოყალიბებული. თქვენც მხოლოდ ამას ხედავთ თუ ხედავთ უფრო მეტ სახელმწიფო მდივნის განცხადებაში? გაცილებით მეც ხედავთ ამ განცხადებაში, რომ მოდი პუნქტობრივად გავყვეთ, ხო? ხა ის რომ ჯერ ეგეთი პირველ რიგში ვთქვათ, რომ პოზიცია არ არის ცნობილი, ეს რა თქმა უნდა არ არის სწორი და მხოლოდ პროპაგანდისტული გზავნილია. რას ნიშნავს პოზიცია? მკაფიოდ ითქვა, რომ ისინი ფიქრობენ და მსჯელობენ რა ზომები გაატარონ ამ ანტიამერიკული მთავრობის მიმართ. და თავად ის ფაქტი, რომ რუბიომ პირდაპირ უწოდა ანტიამერიკული მთავრობა, ამას ახლა ერთ-ერთი ოცნების ვერანაირი პროპაგანდა ვერ ჩამოშლის და ვერ გადაასხვაფერებს, ხომ? ანუ პირდაპირ არის ნათქვამი, რომ დიახ, საქართველოს ყავს ანტიამერიკული მთავრობა. და თავად ის ფაქტი, რომ ისინი მუშაობენ ადგილობრივ და რეგიონულ საელჩოსთან და წარმომადგენლობასთან, რომ შეთანხმდნენ იმ გეგმაზე, კონკრეტულად თუ არ ვცდები, ესეთი ფრაზაც იყო იქ ნათქვამი, ჩვენ ვფიქრობთ თუ რა მექანიზმებზე ექნებათ უფრო მეტი რეაქცია ამ ანტიამერიკულ მთავრობაში საქართველოში, ხო? ანუ ისინი ახლა ფიქრობენ რეალურად რა იქნება უფრო ეფექტური, მაგრამ თავად ის ფაქტი, რომ საქართველოს ყავს სამწუხაროდ ანტიამერიკული მთავრობა, ეს ამ განცხადებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა და იმ დონეზე როგორ გითხრათ, ჩამოშალა ოცნების პროპაგანდა, რომ დღეს სხვა ვერაფერი ვერ მოიფიქრეს და იგივე ქალბატონი მაკაბოჭორიშვილი, ვინც თქვენ ახსენეთ, ეს არალეგიტიმური მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრი, იმაზე საუბრობს, ხა ეს რომ თურმე განცხადება კი არ ყოფილა, არამედ კითხვაზე პასუხი. ხა ამას რა მნიშვნელობა აქვს? თავარი არის ის გზავნილები, რაც იქ იყო გახმოვანებული, პირდაპირ კიდევ ერთხელ ასახავს, რომ რა თქმა უნდა ამერიკის შეერთებული შტატები იქნება ქართული ხალხის გვერდით, ხო? რაც არ უნდა შეიცვალოს მათი გლობალური პოლიტიკა, რაც არ უნდა გადახედონ მათ საკუთარ საგარეო, ასე ვთქვათ, მიდგომებს სხვადასხვა პარტნიორი ქვეყნების მიმართ, ეს იქნება განსხვავებული და შეიძლება ეს იყოს, ასე ვთქვათ, სხვადასხვა ქვეყნის მიმართ სრულიად განსხვავებული მიდგომა, ამას მნიშვნელობა არ აქვს. ამ ქვეყანაში ჩვენ შევახსენოთ ჩვენს მოქალაქეებს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს ბოლო 3 ათწლეულის განმავლობაში აქვს უზარმაზარი რესურსი ჩადებული და რაში? პირველ რიგში იმაში, რომ ეს ყოფილიყო დემოკრატიული ქვეყანა. და ჩვენ რას ხედავთ? დღეს ოცნება განსაკუთრებით ბოლო 3-4 წლის განმავლობაში სრულიად შორდება საქართველოს დემოკრატიული განვითარების გზას, ევროპული განვითარების გზას, ევროატლანტიკურ მომავალს და ქვეყანა მიყავს სრული ავტოკრატიისკენ. ეხლა იგივე გახარიას პრემიერობის პირობებში და პერიოდში 4 წლის წინ საქართველოს და ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიული ურთიერთობა იყო უმაღლეს დონეზე აყვანილი. და დღეს ჩვენ ხედავთ, რომ დღევანდელი ოცნება ფაქტობრივად წყვეტს ამ ურთიერთობას. და ერთადერთი იმედი, რის იმედადაც ახლა აი ამ რუბიოს განცხადების შემდეგ არიან დარჩენილი, რომ ეგებ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გადაწყვიტოს, რომ თურმე საქართველოს როგორც გეოპოლიტიკური, ასე ვთქვათ, თვალსაზრისიდან გამომდინარე, საქართველოს არ არის მათ ეროვნულ ინტერესებში და ასე ვთქვათ, დაივიწყონ და მეორე პლანზე გადაწიონ ჩვენ ქვეყანასთან ურთიერთობას. ამის იმედად, რა თქმა უნდა, ასევე და ასე ამის იმედად არიან, თორე თავად ის ფაქტი, რომ ანტიამერიკული მთავრობის წარმომადგენლები არიან, ამას ესენი ვერ გაიქცევიან და მთელი ეს პროპაგანდა დავასრულებ ამით, რაც გაყალბებული არჩევნების შემდეგ მიდის, რომ თურმე ისინი ბჭყალებში ალაგებენ ამერიკასთან ურთიერთობას, ეს მთლიანად ჩამოშლილი, აქამდე ჩამოშლილი იყო, მაგრამ რუბიოს განცხადებამ საბოლოოდ დაუსვა წერტილი. ბატონ გიორგი, ირაკლი კობახიძეს აქვს წერილები გაგზავნილი ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლების პირველი პირებისთვის, მათ შორის, როგორც ვიცით, ღია წერილითაც მიმართა ტრამპს და ჯეი ვენსს გასულყვირას. თავად კობახიძე ამბობს, რომ მისთვის გაგზავნილ წერილებზე პასუხები ჯერ არ მეუღია, თუმცა ციტატა ეს დუმილი ქართული ოცნებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პასუხიაო, ამბობს კობახიძე. აი, რა პასუხი ჩანს დუმილში და იმაში, რომ ტრამპი და ვენსი კობახიძეს საპასუხო წერილს არ უგზავნიან? ეს თავიდან ბოლომდე არის პროპაგანდა.
ანუ ოცნება ახლა ცდილობს რაღაცნაირად ხოლმე გაამართლოს, რომ ახლა ჯერ 20 იანვარს ველოდით, ასე ვთქვათ, როგორ დაალაგებდნენ ამერიკის ახალ ადმინისტრაციასთან ურთიერთობას და 20 იანვარი კი არა, 20 მაისია და არათუ დაალაგეს, არამედ პირიქით ჩვენ ვხედავთ უფრო და უფრო რთულდება ეს სიტუაცია და ეს არის ბუნებრივი, ეს სხვანაირად ვერც მოხდებოდა ლელა, იმიტომ რომ კიდევ ვიმეორებ, თავარი ფუნდამენტური საკითხი აქ არის დემოკრატია, არის საქართველოს დემოკრატიული ქვეყანა, ის ქვეყანა იმ განვითარების ქვეყანა, რაშიც ამერიკამ უზარმაზარი რესურსები ჩადო თუ სრულიად გადაუხვია ამ კურსს, ხო? ეხლა როდესაც ამ ქვეყანაში აღარ არის კანონის უზენაესობა, პატივს აღარ სცემენ ადამიანის უფლებებს, აღარ არსებობს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, აღარ არსებობს დამოუკიდებელი სასამართლო. ეხლა ეს ქვეყანა საგარეო კონტექსტშიც ბუნებრივია, ბუნებრივად გადადის ჩინეთის, ირანის და რუსეთის ორბიტაზე, ხო? ეხლა როგორ შეიძლება ერთი მხრივ იყო ავტოკრატიული რეჟიმი, ძალადობდა შენს მოქალაქეებზე, აყალბებდა არჩევნებს და მეორე მხრივ რაღაცა კარგი ურთიერთობები ჰქონდეს დასავლურ ქვეყნებთან. ეს ხომ პირდაპირ მოდის, ასე ვთქვათ, ძირითად ღირებულებებთან წინააღმდეგობაში და ამიტომ ვერანაირი ასეთი ტიპის პროპაგანდით ახლა იქ რაღაცას ატყუებენ ადამიანებს, თითქოს დუმილი მნიშვნელოვანია რა არის მნიშვნელოვანი? მნიშვნელოვანი არის ის, რომ ვერ დაალაგდება ეს ურთიერთობა, სანამ გონს არ მოეგებიან და სანამ ამ ქვეყანას არ დააბრუნებენ დემოკრატიული და ევროპული განვითარების გზაზე. ევროპის ქვეყნებთან ურთიერთობის საკითხს რაც შეეხება, იცით რომ გასულ კვირას მაკრონი კობახიძის ხანმოკლე შეხვედრა შედგა ალბანეთში. ეხლა თვითონ თავად კობახიძემ გუშინ ამ შეხვედრის შესახებ კითხვაზე მედიასთან საუბარში თქვა მხოლოდ ის, რომ მაკრონთან აღქმასთან დაკავშირებით შეჯერდა, შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ჩვენი აღქმა საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით არის ანალოგიური, კონკრეტიკაში ვერ შევალ, რადგან ეს არის ორ ადამიანს შორის საუბარი, ამბობს კობახიძე. აი, რას გვეუბნება ამ განცხადებით ირაკლი კობახიძე? როგორ უნდა გავიგოთ ის, რასაც მაკრონთან გასაუბრების საკითხზე ამბობს საქართველოს პრემიერ-მინისტრი? ეს არის ზუსტად ის სიტუაცია და შემთხვევა, როდესაც რაზეც არის ნათქვამი სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს. ახლა ვინც უყურა ამ კადრებს, ყველამ კარგად ნახა, რომ ეს 20 წამიანი კომუნიკაცია შემოიფარგლებოდა უბრალოდ მოკითხვით, გამარჯვების თქმით და აქ სხვა ვერაფერი განსაკუთრებული და სერიოზული განხილვა ვერ მოხდებოდა, ცხადია, ხო და ამიტომ აი ამის იმედად არიან ხელის ჩამორთმევის ხელის დაქნების, ხელის აწევის, გამოლაპარაკების იმედად არიან და ავიწყდებათ ის, რომ მაცავით ველურები კი არ არიან ევროპაში ცივილიზებულ სამყაროში. ახლა იქ შეიძლება არ ეთანხმებოდა ადამიანს აბსოლუტურად იყო წინააღმდეგი იმ პოლიტიკისა, რასაც ესა თუ ის მთავრობა ან პოლიტიკური ლიდერი ახორციელებს, მაგრამ ხელი მაინც ჩამოართვა და მოიკითხო და გამარჯობა უთხრა, ხო? ახლა ეს ხო ცივილიზაციის მოტანილი ეტიკეტია, ხო? და ახლა ამაზე ხო ოცნება გამოდის და ცდილობს, რომ ეს ეტიკეტის დონეზე გადასული, ასე ვთქვათ, ურთიერთობა და კომუნიკაცია გაასაღოს თითქოს რაღაცა გარკვეული პროგრესი გვაქვს ჩვენ ევროპელ პარტნიორებთან. ბუნებრივია, ვერანაირი პროგრესი ვერ გვექნება იმ პირობებში, როდესაც ოცნება სრულიად არის საცდენელი ევროპული მომავლისგან და თავად ამბობს ამაზე, თავად ღიად ადასტურებს თავისი ქმედებებით. ასე რომ მხოლოდ პროპაგანდა ლელა, ამას ჩვენ სხვანაირად ვერ შევაფასებთ თუ არა მცდელობად იმისა, რომ ყველაფერში გამონახო რაღაცა პროპაგანდისტული ხაზი და აი ალბანეთში კობახიძის ვიზიტი რადგან ვახსენეთ, კიდევ ერთი პრემიერ-მინისტრმა გუშინ მედიასთან საუბარში თქვა ისიც, რომ ალბანეთში ევროპელი ლიდერების მონაწილეობით გამართულ ღონისძიებაზე გამოსვლისას მისი საუბრის ძირითადი დრო დაუთმო სწორედ იმაზე საუბარს, რაოდენ უსამართლოა საქართველოს მიმართ დამოკიდებულება. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს თავი არ აუწევია, რადგან არ სიამოვნებდა იმ ფაქტებზე საუბარი, რაც პირდაპირ უსამართლო დამოკიდებულებაზე მეტყველებსო ეს განცხადებაც ირაკლი კობახიძეს ეკუთვნის. აი ისევ პროპაგანდასთან მივდივართ და აქვე აი როგორ ფიქრობთ, რას იტყოდა თვითონ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი მის შესახებ ირაკლი კობახიძის განცხადებას ახლა რომ ისმენდეს და მეორე მხრივ როგორ შეიძლება შეფასდეს ის გარემოება, რაზეც თავად კობახიძე საუბრობს, ანუ მისი გამოსვლის დროს თავჩახრილი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი. ნუ ეხლა ჯერ ეგრეთ ეხლა ვინ რა იცის რის გამო ქონდა მას თავჩახრილი, ეხლა რომელიმე ადამიანი თუ ფიქრობს იმას, რომ მართლაც კობახიძის შეფასებით ეხლა სხვება და მისი სიტყვების მოსმენა და სახეში ვერ თვალებში ვერ უყურებდა, ნუ ახლა მეგონი ღიმილის მაგურელია ელემენტარულად და კი რა თქმა უნდა თქვენ ახსენეთ პროპაგანდა და რა თქმა უნდა მხოლოდ და მხოლოდ პროპაგანდასთან გვაქვს საქმე. რა არის უსამართლო დიდი ბოდიში, ამას არ ჭირდება რაღაც განსაკუთრებული პოლიტიკოსობა და საერთაშორისო დიპლომატიის და წესების ცოდნა, ხო? რა არის უსამართლო? ვინმე ეჭვი ეპარება იმაში, რომ საქართველოს მთავრობა არღვევს ადამიანის უფლებებს, ძალადობს
ადამიანებზე, მათ შორის უდანაშაულო მშვიდობიან პროტესტანტებზე წართმეული წაართვა ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს, არჩევანის უფლება, სასამართლო ჯიბეში ყავს ჩადებული და ესეთი ქვეყანა როგორ შეიძლება განიხილებოდეს როგორც თანაბარი პარტნიორი ცივილიზებული და დასავლელი ქვეყნების. თავად გადაჭრეს ყველა გზა ლელად, თავად აღარ დაიტოვეს თანამშრომლობის არანაირი მექანიზმი. მიუხედავად ამისა, ჩვენ მაინც ვხედავთ, რომ ჯერ კიდევ ტოვებენ, ასე ვთქვათ, ეგრეთ წოდებულ გასასვლელს, ჯერ კიდევ უტოვებენ ოცნებას, ჯერ კიდევ აძლევენ შანსს, რომ სანამ დროა გონს მოეგონ და ქვეყანა დააბრუნონ ნორმალური, ცივილური, დემოკრატიული განვითარების გზაზე და ამას სანამ ოცნება არ გააკეთებს, ბუნებრივია მათ ექნებათ ის რეაქცია, რაც ექნებათ. მე უფრო იმ მოსაზრებას დავეთანხმებოდი, რომ ბრიტანეთის ნებისმიერ პოლიტიკოს არ აქვს მნიშვნელობა საგარეო საქმეთა მინისტრი იქნება თუ პრემიერ-მინისტრი, იმის უფრო ცხლენია, რომ ქვეყანა, რომლის იმედად იყვნენ, რომელშიც კიდევ მეორე უზარმაზარი რესურსებია ჩადებული, რომ ეს ქვეყანა გამხდარიყო ევროპის ნაწილი, დემოკრატიული, ცივილური სამყაროს ნაწილი, დღევანდელი ოცნების პირობებში სრულიად საპირისპიროდ მიექანება და არის ცდილობა აქ ბელარუსის მსგავსი ავტოკრატიული რეჟიმის დამყარება. ეს არის სირცხვილი და ამის გამო ბუნებრივია ჩვენ ყოველთვის გვექნება ის რეაქცია ჩვენი ევროპელი პარტნიორების მხრიდან, რაც გვაქვს, მაგრამ ხელის ჩამორთმევა, გამარჯვების თქმა, მოკითხვა, ეხლა ამის შეფასება და ამის გასაღება უფრო სწორედ რაღაცა ტიპის ლეგიტიმაცია, ნუ ბუნებრივია ეს მხოლოდ და მხოლოდ კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, თუ რა უბადრუხ სიტუაციაში არიან დღევანდელი ოცნების წარმომადგენლები. კარგია, ბოლო რამდენიმე წუთი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებულ საკითხს დავუთმოთ, იმიტომ რომ ეს თემა არ კარგავს აქტუალურობას. ეხლა ვიცით, რომ თქვენი პარტია არჩევნების სამზადისს შეუდგა, ამიტომ ახლა მოდით უშუალოდ თბილისის მერის არჩევნებზე გკითხავთ, თან იმ კონტექსტში, როცა ქართულ ოცნებაში ფაქტობრივად ადასტურებენ, რომ მართველი გუნდის თბილისის მერობის კანდიდატი იქნება ისევ კახა კალაძე. აი, ირაკლი კობახიძემ გუშინაც გააკეთა განცხადება, რომ კახა კალაძეს აქვს ამბიციური გეგმები შემდეგი 4 წლისთვის და დარწმუნებით აღნიშნა ისიც, რომ შემდეგ წლებში თბილისი იქნება კიდევ უფრო მეტად განვითარებული. აი, როგორ ფიქრობთ, რატომ მიიჩნევს ქართული ოცნება, რომ თბილისის მერის პოსტზე კახა კალაძე არის უალტერნატივო და ასე ვთქვათ შეუცვლელი კანდიდატი და რატომ უნდა აკეთებდეს მართველი პარტია გათვლას ისევ კახა კალაძეს? ნუ ალბათ იმიტომ, რომ კახა კალაძე არის ყველაზე გამორჩეული ანტიევროპული განცხადებებით ცნობილი, ყველაფრის მკადრებელი მერი. ჩვენ თუ გადავხედავთ მის მიერ გაკეთებულ განცხადებებს, ალბათ ის არის რეკორდსმენი და ჩემპიონი სწორედ ანტიევროპული განცხადებებით, ეს ერთი. ის არის რეკორდსმენი და ჩემპიონი იმ კორუფციაშიც დღეს არის ჩაფლული თბილისის მერია და მიუხედავად იმისა, რომ მთელი ოცნების რეჟიმი მათ შორის კორუფციაზე დგას, აი თბილისის მერია ერთ-ერთი გამორჩეული სტრუქტურაა, ხომ? ეს კარგად ვიცით და საერთოდ მე არ მესმის რა ასე ვთქვათ მოლოდინები აქვთ მათ იმ მერისგან, რომელმაც თბილისში ელემენტარული საკითხები ვერ მოაგვარა. ახლა აღარ დავიწყებ ვარკეთილის მეტროს ჭერზე საუბარს და აღარ დავიწყებ საუბარს იმ უამრავ დაპირებაზე, რაც ქონდა გაცემული ბატონ კალაძეს და რაც არ შესრულდა და ძალიან დიდი ეჭვი მაქვს, რომ ვერც შესრულდება. აქ ეხა ის რომ სკვერები კეთდება, გზები იგება, ეხა მე მინდა შეგახსენოთ თქვენ რომ თბილისის ბიუჯეტი 2 მილიარდ ლარზე მეტია, 2 მილიარდ 200 მილიონ ლარს აღემატება და ეხა ბუნებრივია ეს თანხები არის გამოყენებული გარკვეული ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის, მაგრამ აქ თავარი არ არის, თავარი არის რამდენად ეფექტურად და ეფექტიანად იხარჯება ეს თანხები, გვაქვს თუ არა საქმე კორუფციასთან. ეს არის მთავარი და ეხა აღარ გავიხსენებ ასევე იმ ცნობილ ყბადაღებულ თემას, როგორ არიან დასაქმებული ოცნების პროპაგანდისტი მომღერლები მედიის სხვადასხვა დაწესებულებებში და ორგანიზაციებში, ხო? და იმ დროს, როდესაც ევროპული განცხადების მხარდამჭერი პროფესიონალი საჯარო მოხელეები, ათობით და ასობით საჯარო მოხელე ბატონმა კალაძემ სამსახურიდან გაათავისუფლა და ქუჩაში გაუშვა და უსამსახუროდ და უხელფასოდ და შემოსავლის გარეშე დატოვა, ამ დროს ის პოულობს თანხებს ბიუჯეტში, რომ არაფრის კეთებაში უხადოს ათასობით ლარი ოცნების პროპაგანდისტ მომღერლებს და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებს და ამ დროს ვერ ნახულობს მაგალითად თანხებს
ავარიული სახლების შეკეთებისთვის და ჩვენ თითქმის ყოველ დღე ვხედავთ ინფორმაციას, რომ ხან რომელ სახლს აქვს პრობლემა ჩამონგრევის, ხან რომელს ანუ ჩვენი მოქალაქეები უსაფრთხოდ ამ ქალაქში ვერ ცხოვრობენ. კახაკალაძეზე გითხარით, ახლა სამართლიანი არჩევნების პირობებში როგორ შეიძლება კახაკალაძეს რამე შანსი ქონდეს. გაგვიზიარეთ თქვენი პოზიცია, ახლა უკვე გითხარით, რას ფიქრობთ გიორგი ტყემალაძის ვიცე-მერის პოზიციაზე გადაყვანაზე? მე ვფიქრობ, რომ თქვენ საკრებულოს თბილისის საკრებულოს წევრი ხართ. აი გუშინ გახდათ ცნობილი, რომ სწორედ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე დაიკავებს კახაკალაძის პირველი მოადგილის, ანუ თბილისის ვიცე-მერის თანამდებობას. რაზე შეიძლება იყოს ეს საკადრო ცვლილება გათვლილი? არ ვიცი, შეიძლება ბევრი სცენარი, ბევრი ასე ვთქვათ, ვარიანტი არსებობდეს. არის ასე ვთქვათ, ერთ-ერთი სცენარის მიხედვით თავად ბატონი გიორგი ტყემალაძეც მათ შორის განიხილება ოცნების თბილისის მერობის კანდიდატად, თუმცა ამაზე საუბარი ჯერჯერობით არ არის. ნუ ფაქტი ერთია, რომ ბატონი ტყემალაძეც ამ რეჟიმის წარმომადგენელია და კახაკალაძის მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილების ასე ვთქვათ, ნოტარიუსია და არც ერთ დამაზიანებელ თბილისისთვის დამაზიანებელ გადაწყვეტილებას არანაირი შეფერხება ბატონი გიორგი ტყემალაძის საკრებულოს თავმჯდომარეობის პირობებში არ ქონია და ბუნებრივია კახაკალაძე თუ გიორგი ტყემალაძე რომლის კანდიდატობის პირობებში უფრო გაუადვილდება ქართულ ოცნებას თბილისის მოგება? თავისუფალი არჩევნების პირობებში და სამართლიანი არჩევნების პირობებში ვერც კალაძე გახდება თბილისის მერი, ვერც ტყემალაძე და ვერც ერთი ოცნების ლიდერი. აქ ამიტომ თავარი არის ის, რომ ჩვენ მაქსიმალურად ვაიძულოთ ეს რეჟიმი, რომ ჩაატაროს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, თორემ მათ ლიდერებს, ესე ცალკე აღებულს არანაირი შანსი ამ არჩევნებში არ ექნებათ.